წარმოიდგინეთ ჯანდაცვის სისტემა, სადაც მკურნალობა არის უმაღლეს ხარისხის, არის ხელმისაწვდომი და არის სრულიად უფასო. სამწუხაროდ ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი. ჯანდაცვის ეკონომიკაში არსებობს ერთი ტერმინი, სასტიკი კანონი, რომელსაც რკინის სამკუთხედი ეწოდება. რკინის სამკუთხედს სამი მთავარი კუთხე გააჩნია, ეს არის ხარისხი, ეს არის ხელმისაწვდომობა და ეს არის დაბალი ფასი. წესი არის ძალიან მარტივი. ამ სამი პარამეტრიდან ჯანდაცვის სისტემა შეუძლია უზრუნველყოს და მოგაწოდოს მხოლოდ ორი. მესამე ყოველთვის გაიწირება. თუ გინდა რომ მკურნალობა იყოს სწრაფი და ხარისხიანი, მაშინ ის იქნება ძალიან ძვირი, როგორც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუ გინდა იყოს ხარისხიანი და უფასო, მაშინ მოგიწევს ლოდინი და იქნება უზარმაზარი რიგები, როგორც არის დიდ ბრიტანეთში. და თუ გინდა იყოს სწრაფი და იაფი, ეს ვერ იქნება ხარისხიანი. შესაბამისად, შენ სიცოცხლე და ჯანმრთელობა დააყენებს საფრთხის ქვეშ. იდეალური ბალანსი არ არსებობს. რაღაცა ყოველთვის ზარალდება. ამ სამ პარამეტრიდან რომელზეც გაწირავდი შენ პირველ იმ შემთხვევაში თუ ჯანდაცვის მინისტრი იქნებოდი. პასუხი დამეწერეთ კომენტარებში.